უჩა გოგუაზე ოზურგეთის რაიონის სოფელი სილაუზა მე უხელმძღვანელებს ამ ხალხს გადავიყვანო მე და აქციები ვანახო ეხა პატივისცემა ჩემთან იმ ხალხს ვინც რუსთაველზე დგას პატივისცემა მაგრამ აქცია როგორი უნდა ვანახეთ ყველანი დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მერიასთან ბატონ კრახი კალაძესთან კარლოვიჩთან გადავდივართ ყველანი ალხი კაცი დაგეში ამაკეთო საკუთრებისგან ალხი კაცი ჩოქბელვაშე ოთხი მოშმინე და მama ჩემისა და მოშ შემინახე კი ყვეწებიო ამას მეუნება ბიჭო ამას მეუნება გადავიყვანეთ ასისთან Ყვაჭროლიძის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობა არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. ამის მიუხედავად, როგორც გითხარით, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ცილისწამებლური კამპანია, აი ნახეთ კალაძე მერია როგორ ყრის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებიდან, რომელიც რა თქმა უნდა არ არის მათი საკუთრება. დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, მიზანმიმართულად არ ვასახელებ არც სახელს, არც გვარს, რომელიც ფლობს საკარმიდომო მიწისნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაური. ასევე ეს ადამიანი ფლობს არც მეტი არც ნაკლები 5 ავტომობილს და 1 სკუტერს. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწისნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში და ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალ დამცველებს, მედიის წარმომადგენლებს. მე წარმოგიდგენ კონკრეტულ დოკუმენტებს, კონკრეტულ საბუთებს, სადაც საზოგადოება ნახავს, რომ ადამიანები ფლობენ სხვადასხვა მიწის ფართებს, საცხოვრებლებს რეგიონებში. ასევე ფიქსირდება ოჯახები, დევნილი სტატუსის მქონე ოჯახები, რომელმაც მაგალითად მიიღო საცხოვრებელი ფართი, თუ არ ვცდები 2018 წელი იყო თუ 16 წელი არ მახსოვს ზუსტად და შემდეგ მოახდინა მისი გასხვისება. როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ 9 პირს აქვს თბილისში რეგისტრაცია და შესაბამისად შეთავაზება ჩვენგან ქირით უზრუნველყოფაზე გაკეთებულია. მხოლოდ 3 ოჯახმა გამოთქმა თანხმობა ერთზე ვერ მოხდება ქირის უზრუნველყოფა, იმიტომ რომ მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, 2-ის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი და ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ქირით. მინდა ახლა გაჩვენოთ უბრალოდ ოქმები, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარები, მათივე ხელმოწერებით. ასევე სრულად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს მერიამ მხოლოდ 3 თვით შესთავაზა ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფა. მე ცხადი არავის არ უპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი.